გია, დედა დანაჩანგალი გამოიღე რა. ეხლა მცალია დედა მაგისტრი. ბიჭო, 2 წუთი შეეშვი ახლა. და მე ეხლა შეეშვას, ხო? კოქს რო აგებს. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია მაინც რა. ბიჭო, კოქსია, დამნებდი და მოვიდნენ კიდევაც მგონი. მოვიდნენ და ადექი ხა და დახვთი იმათ, მითი ჩქარ. ამას ვის ხედავ? დედა, როგორ ახარ? ბიჭო, ჩინმენდლებს ჩამოგართმევდნენ, რომ გადმოგეტანა. მაგას შილო წელით კი რა. ხო და შენც გაანებეთ, მომეცი. რა კიდევ სამისთანა ჩამწყდა ხელი. გუშინ ბაზრობაზე წამიყვანა და რაც კი ბიჭის ტანსაცმელი და სათამაშოები იყო, ყველაფერი მაყიდი. ვაიმე, ეს რა სტუმრები მეწვივნენ, დედა, როგორ ახარ, როგორ? გენაცვალეთ, მოდი, ავთო, რამდენი ხანია არ მინახი ხარ, ჩემო, კარგო. ვაიმე, დედა, ისეთი ხაჭაპურები დავაცხო, შენ რომ ასწავლე. კარგი, სანამ ხაჭაპურები შემო, დავსხდე და დავიწყო, თორე დავწყდით ხალხი შეჭამს. აბა რა. მაგას მე მივხედავ, ეს შენის მითხარი, ბიჭის დედა როგორ არის? ანუ ნახტად ბიჭია. ისეთი მკითხავი მყავდა, დედა, წყალი არ გაუვა ბიჭია. აგაშენოდ ღმერთმა. ესე იგი გეღირსად გვარის გამგრძელებელი. ეგეც და პლუს ეხა ბირჟაზე ცოტა ესე ადამიანურად გავალ, თორემ მე გადავებოდნენ ბიჭები, შენო გოგოების კეთების გარდა არაფერი არ იციო. შენ მოგიკვდი დედა მე, ჩემი ოქ. კარგი, რა დროს ეხლა მოგიკვდია და შენ გენაცვალე, დავსხდე, თორე დაწყდა ხალხი შიმში. მოდი, შედი. აბა. რა მოხდა გუშინ მომიყვა? ნიკაზე მეკითხები? არა, დისერტაციაზე გეკითხები. არაფერი. ერთი წუთი. არაფერი თუ ყველაფერი, მაგას მე გადავწყვეტ. შენ მომიყევი დეტალურად ყველაფერი რა ილაპარაკეთ. საინტერესო მართლა არაფერი არ იყო. ლიზა. მე დადათა რომ ავდექით და გავედით საცეკვაოდ. რა მოხდა? უთხარი. უბრალოდ მივანიშნე. რა? რომ მომწონს. მე არაფერი. მადლობა რომ მოგწონვალ, მაგრამ დაივიწყე. შანსი არა, მაგას არ გეტყვი. დაახლოებით ეგრე თქვა თაკო. არ მოსულა საავადმყოფოში ესეთი ამბებიო. რეზიდენტი, ექიმი. და საავადმყოფოს გარეთო რა კანონია საერთოდ პირველად მეს? არ ვიცი, მეც არ ვიცი. ალბათ იმიტომ მოიფიქრე, რომ თავიდან მომიშოროს. აბა იმას ხო არ იტყვის დიდი ბოდიში საყვარელი ადამიანი უკვე მყავს. და რა იცი რო ყო? აი რა, დარწმუნებული ვარ. ან მესიჯები ნახეთ, ან ორდინატურაში შეიხედეთ ხოლმე. რა ხდება? ნეტა რა ხდება? ნიკა გეძებთ. იგონებს. აჰა, თუ არ გიჭერეთ. გამარჯობა. ხო გახსოვთ ქალბატონი ირინე? ჩვენი კარდიოლოგიური გაყოფილების გული და სული. მარცხვენ. პირველ რიგში გილოცავთ. თქვენზე ძალიან კარგი რეცენზიები დაიწყო. მადლობა. ძალიან გვიხარია. ეს ჩვენი ექიმის დამსახურება. რასაკვირველია. თქვენს ექიმს არ უყვარს რომ აქებენ. ხო და ახლა ერთ-ერთ თქვენგანს რომ წავართმევს, მე ნახოს. მოკლედ. ჩვენს ქირურგს დღეს ერთ-ერთი თქვენგანის ოპერაციაზე შეყვანა სურს. აუ, მე რა კარდიოლოგია ძალიან მაინტერესებს. ჩვენს გვაინტერესებს. ესენი ყოველთვის ასეთი მოტივირებულები არიან. ხო და გადასარევი, ბატონი გოჩა გიждდება ეგეთ რეზიდენტებზე. წავედით? ყველანი მოვდივარ? კი. და ვინ შედის ოპერაციაზე? მაგას ბატონი გოჩა გადაწყვეტს. წავედით. მე 2 წუთში შემოგიერთდებით, კარგი? არ მჯერა რა. რას მიყვები საერთოდ? ნუ. ვერ წარმომიდგენია მართლა. აბა. მეგონა რომ ჰორორში ვიყავი, კინოებში რომ უსახლდებათ, ხო იცი რაღაც? კაინა. არავის არავინ არ უსახლდება, ეგეთია და მორჩა. არა, ეგ არ იცნობ, ანუ გიждდება მარიზე. ძალიან უყვარს. გიждდებოდა.
სანამ გადაიკვეთებოდნენ. როგორც კი მის საკუთრებას შეეხო, აჰა, გამოაჩინა ვინც არის რეალურად. და ვერ გავიგე, ნიკა მაგის საკუთრებაა? არ იცი? ნახევარი საქართველოს დედებისთვის შვილები, მით უმეტეს ბიჭი შვილები და მით უმეტეს დედის ერთა ბიჭები საკუთრებები არიან, აბა არა? საერთოდ არ მეგონა ნუ ეგეთი დედა. მეც რა მაინტერესებს, შვილებს მაგას როგორ უგაგებენ? ან ესე თავზე როგორ ახტებიან? ნიკამ რა თქვა, ეგ უფრო საინტერესოა ამ ისტორიაში. მე არაფერი არ მithქვამს და თვითონ ხო არ ეტყო და მიუვარდი და გავლანწყეო. ხო დადიქი და უთხარი. კაი რა, არ შემიძლია. რა კაი რა, მარიამ, ნუ გადამრია, რა არ შეგიძლია. აბა ესე როცა უნდა, მაშინ უნდა მოგივარდეს ხოლმე და რა ქვია, პანიკაში ჩავარდეს და ისტერიკები მოგიწყოს? აღარ მომივარდება. მამი, რატო რა შეუშლის ხელს? მაგარი დამპალი ქალი ყოფილა ეგ თქვენი ნუნუ. მიზეზი არ ექნება და იმიტომ. ნუ არც აქამდე ქონდა, მაგრამ ვინდა გაცადა რომ მეთქვა. არ ჭირდებათ ეგეთებს მიზეზი. მიდი ახლა ნიკასთან და უთხარი რომ დედაშემა ტრაკი მიაყენოს თქვა. აი მოიცი, არა ხომ თქვათ ესე ნუ ეთქვა, მაგრამ რაღაცნაირად უნდა უთხრა. კარგი რა, ვერ ხვდები საერთოდ რა საჭიროა ამის თქმა. ხო დაინახოს რომ არ მექნება ურთიერთობა და შემეშვება. რატო არ გექნება ნუნუს გამო? ნუ ეხლა უკვე ნუნუს გამოც. მოიცი, შენ აპირებდი რამეს? არ ვიცი რა, ეხლა ხო იცით როგორი პერიოდი, მაგრამ ახალი ურთიერთობა კი არა, ბავშვზე ძლივს ვფიქრობ ხოლმე. ერთი შენ არ ბოდავდე რა. შენ ადგილას აი ზუსტად ნუნუს ჯინაზე მექნებოდა იმ ბიჭთან ურთიერთობა. თავი არ არის ცუდი ბიჭი. ნუ თუ დედამის არ გავს რა თქმა უნდა. ხო, ეხლა ნუნუს გამო არ ვიცი, მაგრამ მომისმენ შენ თუ რამე სიმპათია გაქვს, ნუნუ დაიკიდე რა. ხო რა, იყვირებს იყურებს და გაჩუმდება. და თუ არ გაჩუმდება და დაკარგავს საკუთარ შვილს. რა ცოტა ეგეთი ისტორიები თუ რა? შენ არი ნერვიულ. ახლა ნუნუს გამო მაინც არი ნერვიულ, ისედაც დაგლეჯილი გაქვს ნერვები. აბა, ეს გამაკლდა. კაი რა. ყველაფერი იქნება კარგად. ხო იცი? კაი, აღარ გვინდა ახლა არც ნუნუ, არც ნიკა, მოდი დავიოთ რამე გემრიელი კოქტეილები. ოხა, მოდი მე მინდა კინძის კოქტეილი. რას მეყურ? ფიქრობ. რაზე ფიქრობ? ეს მაინტერესებს კიდე რამდენი ხანი შეგიძლია ეს ჩუმად ჩდომა. და რა უნდა გითხრა? არ ვიცი. მითხარი რომ უბედნიერის ქალი ხარ, ჩემ გვერდით რო ხარ. მითხარი რომ გიყვარვა. და იმდენად კარგი ხარ, რომ ერთი შეყვარებული არ გყოფნის და ერთდროულად ორი გჭირდება რა. აუ, გეხვეწები, კარგი რა. შენ კიდე მათხარ. ხო გითხარი რომ არაფერი არ არის რა და საიჭია რომ საერთოდ არაფერი არ არის. ეჭვიანი არ ვარ, ეგ ძალიან კარგად იცი. აბა გამაგებინე რით ვერ ამოუწურეთ ეს საკითხი, ჰა? კერეს ვერ ვიტან როცა მატყუებენ. არ გატყუებ. თაგ, არ გატყუებ. კაი. ისი მითხარი, როდის დაშორდი? რა მახსოვს მე როდის დავშორდი? და გაიხსენე. რაც გინდა გადასარევად გახსოვს. 6 თვის წინ. ხო, 6 თვის წინ დავშორდით. დარწმუნებული ხარ? კი. ხო. აბა ის გოგო რატომ ამბობს სხვა დროს? აი, შენ რა იცი ახლა ის რას ამბობს? თაგო. ეხა არ მითხრა რომ ელაპარაკე. არაფერს არ გეტყვი შენ. რა, იქ შენი საქმე არ არის. თათვალე რომ ესე უბრალოდ ვიცი რა. მისმენე. ჭკვიანი გოგო ხარ. და ეხა დაფიქრდი რა. ჩემი უფრო გჯერა თუ ჩემზე გაბრაზებული ქალის, ა? და ეგ რა შუაშია საერთოდ? დაშორების დროს რა მნიშვნელობა აქვს? რატო უნდა მოიტყუო ეგ? არ ვიცი, მე იმას კითხე. ხო და მე შენ გეკითხები კერეს და მინდა რომ ჩემთან გულწრფელი იყო. აუ, თაკო, გულწრფელი ვარ შენთან. ასეთი გულწრფელი და ასეთი ბედნიერი არასოდეს არ ყოფილიყო. სხვათა შორის თუ შემარგებ, კარგი იქნება. კაი ხო. მიდი ჩაიცვი რა გავიდეთ სად. სად მიყავა? ნუ რავი გამოვშტერდი სახლში. თან ხედავ რა სულელური აზრები მომდის. მაგაში გეთახმები. ბევრი სულელური აზრი მოგდის. მაგრამ მე მაქვს ძალიან მაგარი იდეა. აბა? შენ ხო გევასება მაგრად ჩინური სამზარეულო? აუ კი ძალიან. ძალიან გევასება, ხო? ჩემი რამე გაკეთებული ნაჭამი გაქვს გაგისინჯავს? ჰაიდა უნდა მეჭამ, არ გაგიკეთებია. აი ამაშია საქმე. მოკლედ, ეხლა მე ჩავა. რაღაცებს ვიყიდი
და ისეთ მაგარ საჭმელს გარიგეთებ, რომ აი მე ნახე შენ ჩინური სამზარეულო სიყვარული. კაი, სერიოზულად ამბობ? სერიოზული ესე. ჩავედი ხა მე შენ არ მოიწყინო. გადავიცვალ და ამოვა. კარგი. არ მოიწყინო. მოგძანდით? ბატონო გოჩა მოვედი. მოგძანით. გამარჯობა. ესენი არიან ნიკას სანაკებო რეზიდენტები. ესე გამოდის. ნახოთ. მოდი ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი. მე ვარ გოჩა. დათა. ვიზა, თაკო. სასიამოვნო დავძან. ერთი რამ მაინტერესებს. თქვენ ყველას არჩეული გაქვთ ზოგადი ქირურგია თუ? მე არა. უბრალოდ კიმო მწონს და მაინტერესებს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ უფრო საინტერესოს ეძებ. დიახ. არა, ჯერ მეც არ გადამიწყვიტავს, უბრალოდ ვფიქრობ, ყველა მიმართულებით ვიმუშაო და მე გადავწყვეტ ალბათ. მე ზუსტად ვიცი რომ ქირურგია მინდა, მაგრამ კონკრეტული მიმართულება მეც არ ვიცი ჯერ. სუქს რა ბედი აქვს. რა კაი რეზიდენტები ყოლია ნიკას. თქვენ უნდა გენახათ რა აჟიოტაჟი ატყდა ოპერაციის შესახებ რომ გაიგეს. ასეთი რეზიდენტები კარგა ხანია რაც არ მინახავს. თა როგორი გულსფელები არიან. რომელიმეს მაინც აფერისტურად ეთქვა რომ კარდიოქირურგია მაინტერესებს. სწორედ ამიტომ არ ვთქვი. სხვათა შორის კარდიოლოგიაში ყველაზე მაღალი ქულები მე ავიღე. ხო. მაღალი ქულები ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთან ცოტა სხვანაირად არის გამოცდები. ესე იგი, გვაქვს პაციენტის კარდიოგრამა, ეკოკარდიოგრამა, კორონოგრაფია და 5 წუთი. დიაგნოზი უნდა დავსვათ. უნდა, რა თქმა უნდა, ერთად არა. და პაციენტის ისტორია არ გვაქვს, შეიძლება რომ ვიცოდეთ. რა თქინდა, ვერ ხედავ როგორი რითმია? მატრალური სარქველი ვნახოთ. შენს მაკი გონია, ხო? ნორმალურია, ოდნავ არის შევიწროვებული, თითქმის შეუმჩნევლად. მე კორონარული არტერიის სტენოზი მგონია. გამოსავალი? გულზე ღია ოპერაცია, ანუ შუნტირება. გასაგებია და ეთანხმებით თქვენს კოლეგას. ნაწილობრივ ვფიქრობ სტენოზია, მაგრამ არა არტერიის, არამედ სარქველის. ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში უფრო მეტი სისხლი უნდა ფიქსირდებოდეს ღრუში, არა? მე მგონი ამათ თავს მართლა წავართმევ ნიკას. გილოცავ, თქვენი დიაგნოზი ზუსტია. პაციენტს კორონარული არტერიის სტენოზი აქვს. ისე თქვენც ახლოს იყავით სწორ დიაგნოზთან, მაგრამ თაკო ხომ? დიახ. უკაცრავად ბატონო გოჩა იქნებ მესიჯი ნახოთ. ბოდიში კოლეგებო, სასწრაფო პაციენტია და კარგით. დიდი მადლობა ყველას. განსაკუთრებულად შენ თაკო. ანუ მე მოვიდივარ ხო ოპერაციაზე? არა. ამჯერად არა. თქვენ გაემზადეთ. ნახვამდის. მადლობა. ზურიკო, გამოვთელა ეს ტელევიზორი და მომაფიქრებინე რამე თორე გასკდავდი. კარგი რა ნანიკო რა. არ ვიცი ეს საჩუქარი ცხოვრება ეს საჩუქარი არ მიყიდიაო რა არის ეს. და კარგი გონია ხო შენ? არა ბატონო